მოგესალმებით. საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშიშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 10,000-ობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოწყვიტა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც საქართველოში დიპ სტეიტის აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს გამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო დიპ სტეიტის პირდაპირ დავალება, რომლის მთავარი ხელწერად საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა. ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდება. შედეგად მივიღეთ დიპ სტეიტისთვის სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა. ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30,000-მდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი 100 მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც რა თქმა უნდა დიპ სტეიტის დავალებით მოხდა. ისევე როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნეთ, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება. თუმცა ფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება დიპ სტეიტის გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის შეასრულებების ფანჯარა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოხდა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დიპ სტეიტის მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ხელისუფლებამ, ამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი. სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართულ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალ ჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ასე შემდეგ. ასევე ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის ხარდაჭერის ზურგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ. ეს არის საქართველოს ქართული ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ჩემი დღევანდელი მიზანი. ამ მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მოხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის დიპ სტეიტის ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ ახავდათ და მათ ხრედნენ. საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე როგორც რამდენიმე დღის წინაც აღნიშნეს, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის координация deep state-ის მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს ხარს. და თუ კი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას deep state-ის დავალებით ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით გასეირნებას ჭვალებს თავაზობდნენ. Deep State-ის ახალი გეგმის თანახმად მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თითქოს რუსოფობიული განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერეს. ამ ყველაფრის ისევე როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივა და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც ჩვენ შემთხვევაში საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის. შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ Deep State-ის დავალების შესაბამისად მათი აგენტურა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე როგორც რუსული ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა. ბუნებრივია ყოველივე ზემოაღნიშნულის განთვალისწინებით აშკარაა, რომ Deep State-ის დავალების შესაბამისად მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივა ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის სიზღვის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის მიუხედავად, რაც პოლიტიკური საკითხია და მის მოგვარებაზე პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუტები იზრუნებენ, როგორც ქართული ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ ნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, ასევე რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორც არ უნდა იყოს Deep State-ის გეგმა, არ უნდა დაუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის ტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები, გიპასუხებთ. მოგესალმებით, სოფო ბერიძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონ პრემიერო, ბუნებრივია ჩემი პირველი შეკითხვა ეხება თქვენს ბრიფინგს. საუბრობთ იმაზე, რომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე არის საფრთხე მიზანი და საფრთხე ეკონომიკის ჩამოშლის, სამხედრო ესკალაციის და რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს რეალობა არ დადგეს ქვეყანაში და მეორე, თქვენ გუშინ კიდევ ერთხელ თქვით, რომ ვიდრე არის ეგრეთ წოდებული აღიარება, ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ აღდგება. ეს პირობა, როგორც ხვდებით, არის ძალაში, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დადგეს ის შედეგი, რა საფრთხეებსაც ხედავთ? ეს პირობა პირველ რიგში არის ოკუპაციის პრობლემასთან დაკავშირებული და იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ეს პრობლემა მომავალში აღარ იარსებებს, ოკუპაციის პრობლემა. ჩვენი თავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური ხაზი და პოლიტიკური გზავნილი. რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული კიდევ ერთხელ რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია, ხო? რუსოფობია არის ქართული კულტურისთვის, ზოგადად ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხოო მოვლენა, შესაბამისად ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ეგრეთ წოდებული Deep State-ის საერთო კოლგის ქვეშ. არის კონკრეტული ფაქტები, ხო, რასაც ჩვენ საუბრობდით, ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის
მარტივი ტყუილი, თუმცა ხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით. იგივე ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა, ხო, როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს. ბუნებრივია, როდესაც ხედავთ როგორ დადიან უცხოელი აგენტები, მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი, ხო, ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ პლაჟზე დადიან ბათუმის პლაჟზე და შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებენ ვინ? ისევ და ისევ იგივე აგენტურა, პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად ხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნით, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს რომ გააღვიოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, ამას აქვს ერთ-ერთი მიზანი. მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას, ადრეც ეგრე იყო 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, როცა ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის, ესეც ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ ერთ წელიწადში 3 რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ პოლიტიკოსები, პირდაპირ იყვნენ ჩართული რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები მინდა შეგახსენოთ და საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეც, ამაში იყვნენ პოლიტიკოსები ჩართული, ეგრეთ წოდებული NGO-ები, პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამაში იყვნენ ჩართული პარტიული ტელევიზიები, ხო, იცით, ვიზეც საუბრობთ, ხო? ანუ რუსოფობიური კამპანია სამჯერ გააღვივეს, ვერ გააღვივეს, მაგრამ სადეს ამ ყველაფრის გაღვივება, იმიტომ ვერ გააღვივეს, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა. რუსოფობია, ისე როგორც ზოგადად ქსენოფობია, მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა თავისი დანამატი პარტიებით, იქ ახალი ლო და ასე შემდეგ, რომლებიც იყო მაშინ არ მახსოვს, იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართული NGO-ები, მთელი აქტივი, ეს პოლიტაქტივისტები, იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული და პარტიული ტელევიზიები, ხო? ანუ 3 რუსოფობიური კამპანია მარტო 2022 წელს. და შემდეგ ეს გაგრძელდა და ხედავთ ახალ ტალღას. ამ ახალი ტალღის მიზანიც ეს არის, რომ ხელოვნურად გააღვივონ რაღაცა კამპანია იმისათვის, რომ მიაღწიონ შედეგს და რა არის მტრების მიზანი და საქართველოში უცხოური აგენტურის მიზანი, რომ ამ კამპანიის ხარჯზე მიაღწიონ მაგალითად ტურისტული ნაკადების შეწყვეტას, საქართველოში ეკონომიკური კავშირების მოშლას და საბოლოო ჯამში დარტყმა მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას. ანუ უცხოური აგენტურის თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენერად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია. ამიტომ საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ და საზოგადოება უნდა იცოდეს თუ ვინ არის მტერი, ვის რა უნდა, იმისათვის რომ სათანადო რეაქცია კონდეს ასეთ ქმედებებს. თუმცა როდესაც ტურისტებზე საუბრობთ, ეს კამპანია სტატისტიკაზე უკვე ახდენს თუ არა გავლენას? არა, ამ ეტაპზე არა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. ისედაც გქონდა სირთულეები თქვენ მოგეხსენება ტურიზმის სფეროში, როცა ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი, ბუნებრივია, ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუსეთთან მიმართებით, რუს ტურისტებთან მიმართებით, რაც არ გამოუვათ. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას.
დიდი რესურსია ჩართული, ხო? გარეთ პატრონები, შიგნით უცხოური აგენტურა, კიდევ ერთხელ პარტიები, პარტაქტივი, პარტიული ტელევიზიები, ყველა არის ჩართული რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში. თუმცა თუ ჩვენ დავდგებით ისევ მყარად, როგორც დავდექით თავის დროზე 2022 წელს, როცა ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როცა აწარმოებდნენ რუსოფობიურ კამპანიებს, როცა დადგა საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე, ვერაფერს მიაღწიეს. ახლაც თუ ყველა ერთად დავდგებით საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს. ჩემში შემდეგი შეკითხვა ბატონო პრემიერ ეხება ილჰამ ალიევის განცხადებას და მოვახდენ მის ციტირებას. აზერბაიჯანს სურს ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის და ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოვოთ. მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ თქვენ, ევროპელი ლიდერებს არ ესმით ეს ყველაფერი, თუ არ აღიარებენ, როდესაც საქართველოს მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ. თქვენ იცით, როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებით და წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს წყალქვეშა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ეს არის ელექტროენერგიის და ასევე ციფრული კაბელი, შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში. სადაც ექსპერტული კომპონენტი არის ჩართული, რა თქმა უნდა, ყველა ასტომბიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. საბოლოო ჯამში მედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრეები გადაწონის, რა თქმა უნდა, ეს ასია, რასაც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებს, ბატონი ალიევი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ეს ასია. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენ სამ ქვეყანას შორის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით, ჩვენი სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და რა თქმა უნდა, ამას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ბატონო, მოგესალმებით. თქვენ მანამდე ვრცელ წერილში და ცოტა ხნის წინაც ისაუბრეთ დასვით კითხვები, თუმცა აი ამ კითხვებთან დაკავშირებით დუმს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. თქვენ ახსენეთ მიზეზები, ისაუბრეთ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა როგორ ფიქრობთ, რატომ ხდებოდა ის ლარსზე რუს ტურისტებს, რატომ იყიდა ენერგოობიექტები მან ამ შემთხვევაში და გარდა ამისა, ეს მხარდაჭერა რაც იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლების 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც წინ ჩადიოდნენ რუსეთში და აწყობდნენ კონცერტებს. დღევანდელი მათი შეცვლილი პოზიცია რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით? ნახეთ, აი მთელი არსი უცხოელი აგენტების ეს არის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, დახვედროდა მათ ლარსის გამშვებუნქტზე და ასე შემდეგ. ეს იყო დავალება. ეს იყო მაშინ deep state-ის, ასე ვთქვათ, ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო, რომ მათი აგენტურა ყავდათ ხელისუფლებაში და ბუნებრივია სუბიექტურად მათ ინტერესებში იყო, რომ დამატებითი პრობლემისაც პრობლემები იყო უამრავი 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და შემდეგ და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შექმნოდა. აქედან გამომდინარე, მის მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. და ეხლა აქ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ეხლა პირიქით deep state-ის ინტერესებშია უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. ანუ მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი, deep state-ს უნდოდა რომ არ შექმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ეხლა deep state-ის ინტერესებშია რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა დავალება. ხო, გავახსენოთ ასევე არა მარტო სააკაშვილი, ხო რა პასუხი უნდა გაცეს ამაზე. მიესალმებოდა 2009-11 წლებში რუს ტურისტებს, როცა 1, 2 და 3 წლის მომხდარი იყო, მაშინ აგვისტოს ომი, როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30,000 ადამიანს დაატოვებინეს საფკარი, ხო? ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და აწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ასე ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, სააკაშვილი, მერაბიშვილი, თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად, ხო? გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ეს არის ზურა ჯაფარიძე, მიშამ შულდაძე, ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ
ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი საქართველოში, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნული თავად რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ფინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ხო, ამ ყველაფრიდან ხო ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით იმას აკეთე რა პასუხი არსებობს. აი მარტივ ფაქტებს ვამბობთ, ხო? 2008 წლიდან წლების განმავლობაში ამ პოლიტიკური ძალის უცხოური აგენტურის წარმომადგენლები გამოდიოდნენ დადებითი განცხადებებით რუს ტურისტებთან, ბიზნესთან, ფულთან, რუსულ ფულთან დაკავშირებით და დღეს 2022 წლის შემდეგ ნახეთ ესეთი ახმა მაქვს მეც პირადად, რომ საქართველოს ოკუპაცია ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. აი ეს რაღაცას გაჩვენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. აი ასეთი აბსურდია და ამაზე რა პასუხი უნდა გაქცენ. 2009 წელს, 2010 წელს, 2011 წელს რომ შენ ყვავილებით ხდებოდი რუს ტურისტებს და ხოშტარია რო იყავი და რო ხარ მშულდაძე და ქვია ზურაჯაფარიძე და რო გამოდიოდი მიესალმებოდი რუსულ ფულს, რუსულ კაპიტალს, რუს ტურისტს და დღეს რო გამოდიხარ და კონცერტებს რო აწყობ, აქციებს, ქორწილებთან. რუსებს ჰქონდათ ქორწილი საქართველოში. და ხოშტარია, რომელიც 2009 წელს თუ 11 წელს როდის იყო არ ვიცი, მიესალმებოდა რუს ტურისტებს. აქციას აწყობდა ქორწილთან, რუსების ქორწილთან. სამარცხვინო. მერე გახსოვთ პარტიული ტელევიზიების მიერ გაშუქებული კამპანიები საკრუიზო გემთან. ჩამოდიოდნენ გემით ტურისტები, ანუ ყველა მიცოდა რომ ტურისტები შემოდიან რუსეთიდან, საქართველოში, შემოდიან ლარსიდან, შემოდიან თბილისის აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან და დახვდნენ საკრუიზო გემს. მარტივი კითხვა დავსვით, რომ რა განსხვავება იყო ლარსიდან თუ აეროპორტიდან შემოსულ ტურისტსა და საკრუიზო გემით შემოსულ ტურისტს შორის. ვერავინ ვერ ახსნა. მაგრამ მოაწყვეს სამარცხვინო აქცია საკრუიზო გემით შემოსული ტურისტებისთვის. ვერავინ ვერ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და თვითმფრინავით ან მანქანით შემოსულ ტურისტს შორის. მოაწყვეს ეს აქცია და გააჩაღეს რუსოფობიური კამპანია და ამაში ჩართეს წელი პარტიული აქტივი, ეგრეთ წოდებული NGO-ები, ამაში ჩართეს პარტიული ტელევიზიები, ანუ რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდა 2022 წლის შემდეგ. იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2011 წელს და 10 წელს და 9 წელს მიესალმებოდა საქართველოში რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ადიოდა და მერე ავიდა ეთყობა სუნი რუსულ ფულს და მიესალმებოდა რუს ტურისტებს. ამას ხო პასუხი არ არსებობს. აი მარტივი ფაქტებით ლაპარაკობთ, ბუნებრივი პასუხი ამაზე არ აქვს, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები, დუმან პარტიული ტელევიზიები, ბარამიძის განცხადებაზე ვერც ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ ვერ გაბედა ხმის ამოღება. ეს ხო მათ სახეს აჩვენებს. ეს არის ჩვეულებრივი არაკრიტიკული მედია, არაკრიტიკული ტელევიზიები. ერთი განცხადება ვერ გავაკეთებინეთ. ერთი სიუჟეტი ვერ გააკეთეს, ვერ გაბედეს. რატომ? იმიტომ რომ მათი პარტიული აქტივია ბარამიძე, შესაბამისად ვერ კადრეს ვერც ერთი სიუჟეტის გაკეთება ამ სამარცხვინო განცხადებას. ამ ყველაფერზე დუმს მიხეილ სააკაშვილი თუმცა აკრიტიკებს ციხიდან მის კოლეგებს, თანაგუნდელებს და ზოგადად ოპოზიციას ზოგს ფულზე გაყიდულს უწოდებს და არ მოსწონს მათი აქტივობა, ასე ვთქვათ. როგორ ფიქრობთ, რის ილუსტრაცია არის ეს ყველაფერი, აი ეს მისი განცხადებები ციხიდან, მისი თანაგუნდელების თუ ყოფილი თანაგუნდელებთან დაკავშირებით, რას ასახავს, რა სურათს ასახავს ეს ოპოზიცია? ზოგადად დაპირისპირებები და მათ შორის ეს დაპირისპირება ასახავს ერთ-ერთ რამეს, ეს არის სისუსტე. თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში ოპოზიციაც არ არის, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება და ამას უკავშირდება რა თქმა უნდა სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან. მანამდე პარტიები მაინც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ამ უცხოურ აგენტურაში, ახლა უკვე პარტიის შიგნითაც აქვთ აქტიური დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა სისუსტის გამოვლინება. უცხოური აგენტურა საქართველოში არის უკიდურესად დასუსტებული. ეს არის მათ შორის გამჭირვალობის შესახებ კანონის შედეგი, სხვა საკონტროლო აქტების შედეგი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ზოგადად ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მტკიცე დაცვა.
გამარჯობა რუსუდან დუმაძე TV პირველი. ბატონო ირაკლი, რუსოფობიაზე თქვენ რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ალბათ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში, შემდეგ ორჯერ გქონდათ მედიასთან კომუნიკაცია და ორივეჯერ ისაუბრეთ და დღეს ბრიფინგიც ამაზე გამართეთ. მინდა გკითხოთ, რუსოფობიას ხედავთ თქვენ ქართულ საზოგადოებაში როგორც მთავარ გამოწვევას, ამხელა ყურადღებას იმსახურებს თქვენგან? დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის Deep State-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, ანუ ეს უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და თქვენი სახით, მათ შორის, ხო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიებს. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენ საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დასტურებს, რომ საზოგადოებაში არის რუსოფობია? აი, თქვენ ისაუბრეთ, რამდენიმე მაგალითი მოიყვანეთ. საზოგადოებაში როგორ არის, ღმერთმა დაგვიფაროს. პირიქით, მაგას ვამბობდი. თუ მისმენთ, ვის მიმართაც საავცელეთ ამ ბრალდებებს, გითხარით მაგალითი. ვინც, აი, თქვენ ნახეთ, მე შეგახსენებთ, ხო? საკრუიზო გემს რო დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რო ამას აჟიტირებული აშუქებდით. ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს ხო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული. ხალხი პროტესტს გამოხატავს. არა, უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. არის მაგალითად პლიაზე გადის ვიღაცა ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მე პარტიული ტელევიზია ამას აშუქებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ. ანუ თქვენ ხართ ჩართული, ანუ საზოგადოება არაფრის შუაშია. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის და ქართული საზოგადოების კულტურისთვის რუსოფობია უცხომოვლენაა, მაგრამ ეს არის უცხომოვლენა თქვენთვის. გულისხმობ უცხოურ აგენტურას, ხო, რაშიც იგულისხმება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე პარტაქტივისტები, რომლებიც ბანერებით დადიან და აწუხებენ რუს ტურისტებს პლიაჟზე, და ამაში ხართ თქვენ ჩართული პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ ეს არის კოორდინირებული კამპანია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარედან იმართება. თქვენ ამბობთ, რომ აი 2022 წლიდან დაიწყო ეს რაღაც კამპანია და 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. აი მას შემდეგ რაც ეს თქვით, თქვენ შეგახსენეს, არ ვიცი, თუ დაკვირვები ხართ, რომ 2019 წელსაც ჰქონდა საზოგადოებას პროტესტი და ანტირუსული განწყობებით და გამოსვლებით გვახსოვს 20 ივნისი და გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში. ანუ ეს ხელოვნურად გაღვივებული კი არ არის რაიმე კამპანია, არამედ საზოგადოებაში არსებობს ასეთი განწყობა. მაგასაც შეგახსენებთ. რუსეთის მიმართ. მაგასაც შეგახსენებთ 2016 წელს მაგალითად, ანუ საიდან ჩანს ხოლმე კოორდინაცია. და 2019 წელსაც იყო, რა თქმა უნდა, Deep State-ის კოორდინაცია და ამას მოყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება, მაგრამ იქაც კოორდინაცია იყო, მაშინ თან უცხოელი აგენტები ჩვენ ყავდა გუნდი შეგნითაც. პარლამენტში ყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა და მთავრობაშიც ყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც განთავისუფლდა გუნდი ბოლომდე უკვე 2021 წლის შემდეგ, ხო? მანამდე უცხოელი აგენტები ჩვენ ყავდა გუნდში, როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე სამთავრობო გუნდში 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ იყო უამრავი გამოწვევა და უამრავი პრობლემა და ეს კოორდინაცია მაშინაც ჩანდა 2019 წელსაც ჩანდა, ანუ უცხოური აგენტურა, გუნდის შიგნით ხალხი, გუნდის გარეთ ხალხი, ახლა სხვა მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როცა არ იყო Deep State-ის მხრიდან ასეთი ინტერესი და ასეთი კოორდინაცია. 2016 წელს საქართველოში გაიმართა EUTO საპარლამენტო ასამბლეის სესია და აქ იყო თვარსები 6 რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამ 6 კაციდან 2 თუ 3 ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. მაგრამ მაშინ არ იყო Deep State-ის ინტერესი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და ნაცმოძრაობა ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე, მაშინ არ ჰქონდა Deep State-ის ინტერესი, რომ ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება, არავის არ გაუგია ესე მოხდა ეს ყველაფერი. სამკაც ჰქონდა. თქვენ გვახსენებდით 2019-ში გავრილოვის ჩამოსვლა, რომ გაგემართლეთ. გავრილოვის თქვენს სავარძელში აღმოჩენამ გამოიწვია ეს პროტესტი, ბატონო ირაკლი, რომ მას უფლება მიეცა საქართველოს პარლამენტში ასამბლეა. რა განსხვავება ხა პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია ხალხმა და ესეთი დეპუტატები შემოიყვანეთ თქვენ და უსუფაშვილმა, ნუ ნაცმოძრაობამ და უსუფაშვილმა
თქვენმა ძალამ 2016 წელს საქართველოში. ერთი იმის თქვა მინდა რომ მაშინ თქვენ პარტიულ ტელევიზიაში მათ შორის ერთი სიუჟეტიც კი არ გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით რომ ოკუპაციაში სწყები კანონის დამღები დეპუტატები შემოვიდნენ საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ მაშინ დიპსტეიტის დავალება არ იყო. რომ ხელოვნურად აეღელვებინათ ხალხი ამ ფაქტის გარშემო. მე ასე მინდა შეგახსენოთ ისევ თქვენ ტელევიზიაზე მათ შორის მეტყველებს 2020 წელს 2020 წელს რუსთავი ორი იყო მაშინ და რუსთავი ორის იმის რა ქვია ბაზაზე შეიქმნა შემდეგ თქვენი ტელევიზიები ხო ასე იყო. როდესაც რუსთავი ორი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიტაციებიდან გადავიდა კანონიერ საკუთრებაში. 2020 მინდა შეგახსენოთ 2020 წელს იქ შუალედში რო თქვენ ტელევიზიებში ცხეროდნენ რუსულად, მაგაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რეაქცია რო არ ქონდათ, როდესაც თქვენი საყვარელი კულტურის მოღვაწეები დადიოდნენ რუსეთში, მაგასაც აღარ შეგახსენებთ. 2020 წელს, 2019 წლიდან ერთ წელიწადში. 2019 წელს ხომ მოყვა აღშფოთება იმას, რომ მაგალითად რუსულ ენაზე გაისმა საუბარი პარლამენტის კედლებში. 2020 წელს თქვენ პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება. სადაც თბილისო შესრულდა ნახევრად რუსულად. აი თუ ასეთი მგზნებარე დამოკიდებულება არსებობს. არა ერთს არაფერი არ მოყოლია. თუ ასეთი მგზნებარე დამოკიდებულება არსებობს. თუნდაც თქვენ ტელევიზიებში აქტივში ერთი კაცი ხო წამოხდებოდა იქ. ნახეთ 3 წუთი გრძელდებოდა ნახევრად რუსულ ენაზე შესრულებული თბილისო თქვენი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე. ერთი წამი მაცადეთ არ მოგწონთ, მაგრამ დამაცადეთ ბოლომდე მივიყვან, ხო? თქვენს პარტიულ ღონისძიებაზე ნახევრად რუსულად რო შესრულდა თბილისო. თუ ასეთი მგზნებარე დამოკიდებულება არის თქვენს პარტიაში დაუწყო აგენტურაში რუსეთის მიმართ. ერთი კაცი ხუნდა წამოხტარიყო, სცენაზე ავარდნილიყო, შეეწყვიტა ეს სიმღერა, ხო? რატო ერთი კაცი არ გამოვიდა? იქ ხო იყო დაახლოებით 5000 კაცი შეკრებილი. 5000-დან ერთი რატო არ მივიდა? რატო არ ქონდათ ესეთი მგზნებარი დამოკიდებულება? შემდეგ თქვენმა ტელევიზიამ რატო არ გააშუქა ეს ფაქტი? ისე როგორც რაღაც სისულელებს აშუქებთ ხოლმე, ხო? რეაქციაც არ ქონიათ. რატომ იცით? იმიტომ რომ ყალბია. რუსოფობია თქვენ შორისაც კი ყალბია. უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არა თუ ქართულ საზოგადოებაში. ბატონო ირაკლი, კითხვებს ვისვამთ და აგენტურის და პარტიების მიკუთვნებულობის გარეშე. შეიძლება პასუხი ისე გამეცით, რომ არც აგენტი და აგენტობა დამაბრალო და არც პარტიულობა. თუ შეიძლება. გაკუთვნებთ იმ ძალას, რისი წარმომადგენელიც ხართ. ბატონო ირაკლი, თქვენ მიპასუხეთ, როცა საუბრობთ, რომ რაღაც ორმაგი სტანდარტია მათი მხრიდან, რომ რუსეთში მღეროდნენ და ახლა სხვა განწყობა აქვს, თქვენთვის რომელია მისაღები? ჩემთვის არის ერთი განწყობა მისაღები, ეს არის რა, რომ პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს კონკრეტული ხელისუფლება და რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხო? ანუ რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი პოზიცია. და ეს მკაცრი პოზიცია არის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებით გამოხატული. რაც შეეხება რუს ხალხს და მათ შორის რუს ტურისტს, ხო? და რუსულ კულტურას და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთა შორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ მარტივად რომ თქვათ, შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც თავის როზე მახსოვს, როდესაც ბრიფინგებს ვატარებით რუსოფობიასთან დაკავშირებით 2022 წელსაც მოგვიწია ერთი ბრიფინგის ჩატარება, გამოდიოდნენ თქვენი წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ კიო, რუსებთან მიმართებით ქსენოფობია კარგიაო, სწორიაო. იმიტომ რომ ყველა რუსი ოკუპანტიაო. ამას ამბობდნენ. მე მახსოვს ბავშვი როცა ვიყავი 80-იან წლებში 40 წლის მოხდარი იყო მაშინაც მაშინ მეორე მსოფლიო ომი გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი გერმანელები ანუ ჰიტლერი და გერმანიის ხელისუფლება კი არა გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი აი ესეთი ფილმები იყო ასეთი ასე ვთქვათ გზავნილები იყო და გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი საქართველოს მაცადეთ იგივე როდესაც საბჭოთა კავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გავდა მაგალითად უნგრეთის ოკუპაცია, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია. მაშინ იქაც შეიძლება ეგონათ საბჭოთა ხალხი ცუდი ხალხი, მათ შორის ქართველები ცუდი ხალხი. ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამე, რაც შეიძლება გააკეთო. და ამას აკეთებთ თქვენ.
უცხოური აგენტურა, პარტიული აქტივი, თქვენ ცდილობთ რომ რუს ხალხზე გადაიტანოთ ის პოლიტიკური მოცემულობა, უმძიმესი პოლიტიკური მოცემულობა, რაც ჩამოყალიბდა, ხო, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციის სახით. ანუ თქვენ რა მაგალითებიც მოგყავთ ახლა წლების წინანდელ ამბავს იხსენებთ რუსი ტურისტები რომ ჩამოვიდნენ კრუიზით და მაშინ იყო პროტესტი ბათუმში. ახლა რატომ გახდა ეს საჭირო რომ ასეთი ყურადღება მიაქციო? ახალი კამპანია, ბანერები თქვენი პარტაქტივისტები ხო დადიან პლაჟზე. ეხლა ხო ნახეთ ჩვენ ვიდეოების კასკადი. რამდენი ადამიანი დადის? ვინ დადის? ეს აგენტები არიან, აგენტები და თქვენ აშუქებთ ამას, რომ ხალხი აპროტესტებს რუს ტურისტებს საქართველოს, თქვენ აშუქებთ ამას. ასევე იყო კასკადი მთელი ყალბი ვიდეოების, მათ შორის ალბათ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების იმასთან დაკავშირებით, რომ რუს ტურისტების შექმნილი აქვთ უარყოფითი გარემო და შემდეგ ამაზე ძალიან აჟიტირებული ბრძანდებით. ბარამიძესთან დაკავშირებით რო არ გაქვთ არავითარი რეაქცია, ეგეც იმის გამოხატულებაა, რომ მოგეწონათ სინამდვილეში თქვენ ბარამიძის განცხადება, იმიტომ რომ ბარამიძის განცხადებაც აღვივებს შუღლს ხალხებს შორის. აი ეს არის თქვენი დამოკიდებულება და ამიტომ საზოგადოების ინფორმირება ამ ვითარებაში არის ჩვენი პასუხისმგებლობა. და თქვენ როდესაც აღვივებთ რუსოფობიურ კამპანიებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვალდებული ვართ რომ ამის შესახებ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია მივაწყოთ. ბოლო კითხვას დაგისვამთ ამ თემაზე და პრინციპში თქვენთან ამ დღეებშიც დასმულა, როცა ეს ტერმინი ზოგადად რუსოფობია არის დამკვიდრებული და გამოყენებული კრემლის მიერ საკუთარი აგრესიის გასამართლებლად და რაღაც თავდაცვითი მექანიზმია. თქვენ ამ მიმართულებით, როცა ქმნით შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში ქართულ საზოგადოებაში ხელოვნურად, მაგრამ მაინც ღვივდება რუსოფობია ამ მტკიცებით, რაიმე რისკს ხომ არ უქმნით ქვეყნის უსაფრთხოებას? ჩვენ ვამტკიცებთ სწორედ რას, რომ ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცხოა რუსოფობია და მხოლოდ უცხოური აგენტურა არის ის, ვინც ამის გაღვივებას ხელოვნურად ცდილობს. რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მიაღწევთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცხოა და კულტურისთვის სრულიად უცხოა რუსოფობია, ამიტომ ვერ აღწევთ შედეგს, ვერც 2022 წელს ვერ მიაღწევთ შედეგებს. თქვენი სიუჟეტებით ქორწილებს რო აშუქებდით, ქორწილებზე თავდასხმას რო აშუქებდით, სამარცხვინო არ არის ეს რომელ წელს იხსენებთ ბატონო ირაკლი? 2022-23 წლები იყო ეს, როდესაც ხოშტარია და ვიღაცები ამ ამბავზე მესაუბრებით და იხსენებთ 2019, 20, 21, 22. დღეს მეუბნებით რომ ვიღაც ადამიანი ბანერით დადის მაგას აშუქებთ როგორც საზოგადოების პროტესტს რუსი ტურისტების მიმართ და აჟიტირებული ანტირუსული განწყობა რუსეთის მიმართ პროტესტი რომ გამოხატოს ხალხმა მოქალაქემ მაგაც ორი უცხოური აგენტი გაიყვანეს პლაჟზე და თქვენ გააკეთეთ სიუჟეტი ამაზე რა სამომავლოდ ნებისმიერი ასეთი განწყობა რომელიც იქნება ნეგატიური თუ კრიტიკული რუსეთის მიმართ რუსი ტურისტის მიმართ ნახე აქ არის საუბარი კოორდინაციაზე გაიყვანეთ ორი უცხოელი აგენტი პლაჟზე ბანერებით და მერე თქვენვე გააშუქეთ ორი სამარცხვინო უცხოელი აგენტის ასე ზეპირად მეუბნებოდეთ გავიყვანეთ ძალიან არასერიოზულია ხო გააშუქეთ აჟიტირებით ეს ხო გააშუქეთ როგორც დადებითი მოვლენა ხო გააშუქეთ როგორც დადებითი მოვლენა რას ვერ მოყვებით ამბის გაშუქებას ნუ აიგივებთ რაღაცის დაგეგმვასთან ეს გააშუქეთ ჩვენ გავიყვანეთ ეს ძალიან მამაღალი და არასერიოზული ეს თქვენ გააშუქეთ როგორც ეს თქვენ გააშუქეთ არ უყურებთ საკუთარ ტელევიზიას და საკუთარ სოციალურ მედიას ეთყობა გაიყვანეთ უცხოელი აგენტები პლაჟზე და გაიყვანეთში გულისხმობთ თქვენ პოლიტიკურ ძალას ზოგადად ხო ხდებით კოლექტიურ ნაცმოძრაობას უცხოურ აგენტურას ანუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას გაიყვანეთ პლაჟზე თქვენი უცხოელი აგენტები და აჟიტირებით გააშუქეთ ეს როგორც ეგრეთ წოდებული ხალხის პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ ეს არის თქვენი სახე ასეთივე აჟიტირებით აშუქებდით თქვენ ქორწილებზე თავდასხმას როცა ხოშტარია მიუვარდა რუსულ ქორწილს საქართველოში ტურისტები იყვნენ იქაც და ქორწილს იფრთხილდნენ რომ იყო ჩამოსული იმაზე ამბობთ არ ვიცი შეიძლება ერთ-ერთი სტუმარი იყო შეიძლება ერთ-ერთი რამე შეიძლება თუნდაც შეიძლება ბუნებრივად მოხოლოდა ხალხში ხო კი უცხოელი აგენტები იყვნენ მისული იქაც ხოშტარიას აქტივი იყო მისული და თქვენ აჟიტირებით აშუქებდით ამას რა შუაში ადამიანებს ჰქონდათ ქორწილი არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც არაფერი ქორწილი ჰქონდათ და მიუვარდა უცხოური აგენტურა ხოშტარიას თამადობით
თქვენი პარტია მიუვარდა და თქვენმა პარტიამვე თქვენივე მედიით გააშუქა ეს ყველაფერი და ასე აღვივებთ თქვენ ხელოვნურად ცდილობთ გააღვივოთ რუსოფობიური კამპანიები, რაც არ გამოგივათ, თუმცა თუ ჩვენ საზოგადოება საქმის კურსში არ ჩავაყენებთ, შეიძლება რაღაც მომენტში მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ამის საშუალებას მე თხოვნა მექნება რომ მომაწოდოთ ვიდეო TV პირველზე, სადაც გავიდა აი ეს პლაჟზე რომ სოციმედიიდან აქვე ამოგიღებთ მაგ იმას. სოციმედიიდან არა, ჩემს არხზე სადაც გავიდა. თქვენი არქის სოციმედიიდან გავიგებთ. არხზე თუ გავიდა, აჟიტირებით, აი აჟიტირებაც მაჩვენებთ. თქვენი არქის სოციმედიიდან ამოგიღებთ იმას, რა ქვია, ნიუს, სადაც წერია რომ აქტივისტები ესეც ტყუილიები, პირდაპირ პარტია ნაცმოძრაობის ხალხია საუბარი, რომ აქტივისტები აპროტესტებენ რუსულისტებს როგორც არის საქართველოში. თქვენ ცოტა ხნის წინ როცა საუბრობდით, ასეთი სიტყვები გამოიყენეთ და მინდა რომ გკითხოთ, ნახეთ ასეთი რამ თქვით, რომ ჩვენ მტრებმა მიზანს ვერ უნდა მიაღწიონ, საზოგადოებამ უნდა დაიცვას თავი. აი გუში როცა მტერთან დაკავშირებით თქვენ განმარტება გააკეთეთ, ასეთი რამ თქვით, რომ თუ ქვეყანას უწოდებთ მტერს, მაშინ ქმედებებიც უნდა მოაყოლოთ. და მტრის განმარტებას ხომ არ ცვლით, თუ დღეს მტერში ვის გულისხმობთ? მე შეგნებულად. ზოგადად მიდგომა გითხარით. მაშინ არავის მიმართ არ უნდა არც ერთ სახელმწიფოს არ უწოდებთ მტერს და დღესაც არ გაგვიგეთებია ეს. ანუ არც ერთ ამიტომ კითხვაში ასდით ცოტა. ვის გულისხმობთ მაშინ? ანუ მე რომელიმე სახელმწიფოსთვის მეწოდებინა მტერი, მაშინ თქვენი შეკითხვა იქნებოდა რელევანტური, მაგრამ ასე არ გამიგეთებია, ამიტომ თქვენი შეკითხვა არ არის რელევანტური, ლოგიკაში გავიჭედეთ ახაც. რას ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიონ, ასე რა. რას ვაკეთებთ, ხო? კი, მტრებმა. მტრებში ვის გულისხმობთ? მტრებმა. deep states. აჰა. კარგი, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ეს უკვე შეეხება აფხაზეთში არა, ერთი კითხვა საწვავს შეეხება აგვისტოს დასაწყისში გაძვირდა 15 თეთრამდე და ეს ბუნებრივია გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ახლო აღმოსავლეთში ისევ არის რთული ვითარება, თუმცა ეკონომისტების რჩევა ასეთი, რომ დროებით მაინც ან აქციზი გაუქმდეს, DGG-სთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ამ ზოგადად ამ DGG-ზეც და აქციზზეც ბევრჯერ გისაუბრიათ, მაგრამ მაინც გაითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევას, ან რა გამოსავალი შეიძლება აქ იპოვოს? პირველ რიგში როგორც აქტივისტებს უწოდებთ იმას, რა ქვია, თქვენს უცხოურ აგენტურას, ასევე ეკონომისტებს უწოდებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი კომპეტენცია და კვალიფიკაცია არ აქვთ. შესაბამისად, პასუხისმგირშიც არ არის ასეთი ეგრეთ წოდებული ეკონომისტების რჩევები. კარგი, რაც შეეხება თვითონ პრობლემას, როცა ძვირდება საწვავი? იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ კონფლიქტი დარეგულირდება, საერთაშორისო ბაზარზე ფასები თუ იცვლება, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ერთი ქვეყანა ფასებს ვერ შეცვლის, ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დარეგულირდება, რაც ბუნებრივად აისახება ფასების შემცირებას. შემდეგი კითხვა შეეხება სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სავარაუდოდ თქვენ იცით ამის შესახებ, რიგები დგას აფხაზეთშიც ბენზინგასამართ სადგურებზე და ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავი შეიტანეს. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, შეგვიძლია თუ არა? ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში, ეს შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პროგრამა გვაქვს, თქვენ იცით, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული მოსახლეობის, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შეუმსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ამას გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. კი ბატონო, ამას კი არ გედავებით ახლა, სწორად მოიქეცით თუ არასწორად, ანუ ეს ფაქტი დადასტურებული, ანუ დავეხმარეთ. შევიტანეთ. კი, ასეთი ფაქტი ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ კი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში და თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ ცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ. მოგესალმებით პირველი არხით ამონაწიკლაური აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრობდით და აქვე კითხავთ 12 აგვისტოს 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ვსაუბრობ 6 პუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა და სწორედ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ და კაპიტულანტური უწოდა სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელ ქმედებას დათანხმებას იმ პუნქტებზე, რომელიც გაწერილია და რომელსაც თავის მხრივ რუსეთი არ ასრულებს. თუმცა ასევე მეორეს მხრივ საუბრობს შუამავლის, ანუ ევროკავშირის როლთან დაკავშირებითაც, ვინაიდან სწორედ 2008 წლის შემდეგ, მათ შორის როდესაც არ ყოფილა სანქციები ევროკავშირის მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებდა ამ შეთანხმებას, ზოგადად როგორ შეაფასებთ ერთის მხრივ თავად ამ შეთანხმებას, იმ 6 პუნქტს და მეორეს მხრივ ევროკავშირის მხრიდან ამ შუამავლობის როლის ნაწილი. კი, თავისთავად ეს იყო კაპიტულაციის აქტი და მარტივად ახსნათ. იყო ომი ორ ქვეყანას შორის და ერთი მხარე იყო შეტევაზე, ხო, რუსული მხარე იყო 12 აგვისტოსთვის შეტევაზე, როდესაც ასეთ დროს ფორმდება ზავის შეთანხმება, კაპიტულაცია შეთანხმება იმ მხარისთვის, რომელიც არის თავდაცვით მდგომარეობაში იმ მომენტისათვის, ანუ იმ დროისათვის 12 აგვისტოს რუსეთი იყო შეტევით ფაზაში, საქართველოს თავს იცავდა და ამ დროს როცა ხელი ეწერება ზავის შეთანხმებას, ეს ნიშნავს თავისი არსით კაპიტულაციის აქტს. ანუ წაგებული მხარე, როდესაც აწერს ხელს ზავის შეთანხმებას, მისთვის ეს არის კაპიტულაციის აქტი, აქედან გამომდინარე პარლამენტის თავმჯდომარის ეს შეთანხმება არის აბსოლუტურად ზუსტი და რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ დიდგორობა დღეს, დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე ესეთი გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა სხვათა შორის, ზუსტად დიდგორის ბრძოლის დღეს გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. ბუნებრივია ჩვენი ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტულაციის გარანტიები ჩადებული ქართული მხარისთვის და ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია, რომ ეს შეთანხმება და მის თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს, რაც იოლი არ არის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, თუმცა ამაზე მუშაობს მთელი ხელისუფლება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. აი ამ ნაწილში დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, რადგან შუამავალი ვიცით, რომ იყო სწორედ ევროკავშირი, ან საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით შედგა ეს შეთანხმება, ხო გვახსოვს? რეაქცია, რომელიც შემდეგ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებდა ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას, ან არ იყო ისეთი კრიტიკული, ისეთი მძაფრი, არ ყოფილა სანქციები. აი ამ ნაწილს როგორ აფასებთ? პირველ რიგში deep state-ისთვის 2008 წლის ომს ჰქონდა კონკრეტული მიზანი. 2008 წლის ომი უნდა დაეწყო უცხოურ აგენტურას საქართველოში, სააკაშვილის სახით და შემდეგ ეს უცხოური აგენტურა უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ამიტომ დაიწყო და დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც დაიწყო და დასრულდა. ეს იყო deep state-ის მიზანი და მაშინ სააკაშვილმა და მთლიანად კოლექტიურმა ძალამ, უცხოურმა აგენტურამ, ნაცმოძრაობამ შეასრულა ეს დაკვეთა და ეს დავალება. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სამწუხაროდ არ იყო ესეთი მძაფრი მოგვიანებითაც კონკრეტული სტრუქტურების რეაქცია, კონკრეტული პუნქტების არ შესრულებაზე, იმიტომ რომ მიზანი სხვა იყო, პოლიტიკური მიზანი იყო რა, რომ ომი უნდა დაწყებულიყო, შემდეგ უნდა დასრულებულიყო ხონდ ისე, რომ უცხოური აგენტურა უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ეს იყო ლოკალური მიზანი, რომელიც ჰქონდა deep state-ს, შესაბამისად, მოგვიანებით თავი დიდად აღარ შეუწუხებიათ არც ამ პუნქტების შესრულების მოთხოვნაზე. აი ეს არის საერთო შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, ეს ეხება ევროკავშირის ანგარიშს სოფლიოში ადამიანის უფლებათა დემოკრატიის შესახებ 2025 წლის პერიოდს მოიცავს და საუბარია საქართველოსთან დაკავშირებითაც, სადაც კრიტიკულად არის მოხსენებული სწორედ 2025 წელს განვითარებული მოვლენები, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, რეპრესიებზეა საუბარი, ასევე დემოკრატიული უკუსვლა და ასევე საუბარი არის მიღებულ კანონებთან დაკავშირებითაც. საერთოდ ჯამში როგორ შეაფასებთ ამ ანგარიშს და როგორია თქვენი პასუხი? რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება. მე შეგახსენებთ, როგორი იყო 2025 წელი, მათ შორის რეპრესიებზე როცა საუბრობენ. ერთადერთი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, საქართველო, სადაც მთელი მაგ ერთი წლის განმავლობაში, ზუსტად 2025 წლის განმავლობაში, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გადაკეტილი იყო დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. ერთი წელი. და მე როცა კანონი მივიღეთ ამის წინააღმდეგ, ამას დაარქვეს დრაკონული კანონი შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. თქვენ ერთი ქვეყანა დამასახელეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ერთი წელი და მეტი ხნის განმავლობაში 150 100 და ხან 50 კაცს გადაკეტილი აქვს ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და მე ველაპარაკოთ ამ დასკვნის ობიექტურობაზე. ხო, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება. ეს დასკვნა ინტერესი იყო ის, რომ
უცხოურ აგენტურას მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა, მე რა უწოდეს ამას დრაკონული კანონები, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული კანონი უწოდეს და რომელიც უცხოურ აგენტურას უპირისპირდებოდა, რა თქმა უნდა ეს არ მოწონს იმ ბიუროკრატიას, რომელიც მოქმედებს ეგრეთ წოდებული deep state-ის, გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად. ეს არის რეალურად მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოხატავენ კონკრეტული ბიუროკრატები გულისტკიბილ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გამარჯობა, ტელეკომპანია ფორმულა. სალომე ლაპაძე, მე მინდა დავიწყო შალო პაპუაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ შეკითხვით. თქვენ თქვით, რომ ასე გითხავთ თავიდან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება არის თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ინტერესისთვის. კაპიტულაციის აქტი იყო, კიდევ ერთხელ განმარტავ. ნახეთ რაშია საქმე. კიდევ ერთხელ რო გავიმეორო, რას თქვი. მარტივად დაგისვით კითხვა ბატონო ირაკლი. ამ შეთანხმების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება არის თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს რა თქმა უნდა, ამაზე ინტერესისთვის? მუშაობთ მუდმივ რეჟიმში. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე მუშაობს მუდმივ რეჟიმში. მაშინ როგორ ახსნით შალო პაპუაშვილის გზავნილს, რომელსაც რამდენიმე წამის წინ დაეთანხმეთ კიდეც, რომ ეს შეთანხმება შედგენილია რუსეთის პირობებით? ასე იყო, კი. ასე იყო, მაგრამ იქ არის გათვალისწინებული პირობებიც, ნახეთ, ყველა პირობა. იქ პირობებით არის შედგენილი ეს შეთანხმება. რატომ არ ასრულებს ამ შეთანხმებას რუსეთი? ან ჩვენ რატო ვითხოვთ ამ შეთანხმების შესრულებას? რუსეთის პირობებით არის. თავიდან ბოლომდე არ იყო რუსეთის პირობებით შედგენილი ბუნებრივია, ყველა პირობა ვერ იქნებოდა იქ რუსული. რა თქმა უნდა, სწორედ მაგითო საუბრობთ იმაზე, რომ არის შესრულებელი შესაბამისი პუნქტები, ჩვენ რაც გქონდა შესრულებელი შევასრულეთ. იქ იყო პუნქტი, რომელიც უკავშირდებოდა რუსულ მხარეს და მათ ეს ვალდებულება არ შეასრულეს. ხო, დღემდე არის საოკუპაციო ჯარები განთავსებული, მაგალითად, ცხინვალშიც და აფხაზეთშიც და ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა, ხო? რა თქმა უნდა, ყველა პუნქტი არ იყო რუსეთის ინტერესებისთვის ჩადებული, ეგეთ შეთანხმება არ არსებობს უნებაში, ხო, როცა ორი მხარე რაღაც შეთანხმებას ხელს აწერს, ყოველთვის არის პუნქტები ერთ მხარეს და მეორე მხარეს. მაგრამ მდგომარეობა ასეთია, ხო? ჩვენ შევასრულეთ 2012 წლამდე უკვე ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, რუსეთმა არ შეასრულა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ პირობების შესრულებისთვის, მაგრამ მთლიანობაში, რასაც შალო პაპუაშვილი ამბობს, მთლიანობაში ეს იყო მოცემულობა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი სამწუხაროდ ქართული მხარისთვის. იმიტომ რომ შეტევაზე იყო რუსული მხარე 12 აგვისტოს, თავდაცვით მდგომარეობაში იყო ქართული მხარე და ასეთ დროს, როდესაც ხელს აწერ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში შენთვის არის ბევრად უფრო დამაზიანებელი, ეს არის ზუსტად კაპიტულაციის აქტი. რომ ეს შეთანხმება ჩვენთვისაა დამაზიანებელი. მაგალითად, მაშინ რეალურად გაივლო ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც შეთანხმების გაფორმება 12 აგვისტოს იქნებოდა კაპიტულანტური თუ კონკრეტულად ეს არა, შეთანხმება თავისი შინაარსის მდგომარეობა, ნახეთ, გარკვეული მდგომარეობა იყო 8 აგვისტომდე და ეს მდგომარეობა შეიცვალა 12 აგვისტოდან და გაფორმდა 12 აგვისტოდან. მდგომარეობა მინდა შეგახსენოთ რა იყო. 125 სოფელი მთლიანობაში, კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაში იყო ქართული კონტროლის ქვეშ 8 აგვისტომდე. და იმ შეთანხმებით რეალურად ქართულმა მხარემ de facto უარი თქვა 125 დასახლებას. ეს არის კაპიტულაცია, მეტი კი არაფერი. ან 8 აგვისტომდე, რასაც ვაკონტროლებდით, იმაზე ამ შეთანხმებით თქვით უარი. თქვით უარი არა სამუდამოდ, მაგრამ თქვით უარი კონტროლის უფლებაზე, რასაც მანამდე ფლობდით 8 აგვისტომდე. ამიტომ კაპიტულანტური მანამდე ჩვენ ვაკონტროლებდით ცხინვალის რეგიონის დასახლებული ტერიტორიის დაახლოებით ალბათ 2/3-ს, 100-ზე მეტ სოფელს, ვაკონტროლებდით ზემო აფხაზეთს და საბოლოო ჯამში გაფორმდა შეთანხმება, ეს 12 აგვისტოს შეთანხმება, რითაც ამ de facto ძალების კონტროლი გამყარდა სამართლებრივადაც მართალია ოკუპაციის რეჟიმში, მაგრამ გამყარდა ამ შეთანხმებით და შეიცვალა რადიკალურად 8 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა 12 აგვისტოს შემდგომ არსებული მდგომარეობით, როდესაც საზღვრები გაივლო, არა სახელმწიფო საზღვრები, მადლობა ღმერთს, მაგრამ გაივლო საზღვრები, სადაც ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა სეპარატისტული, უпроსორად საოკუპაციო ძალები. ანუ საოკუპაციო ძალები
ვერ ახორციელებდნენ 125-ზე მანამდე კონტროლს და 12 აგვისტოდან გაფორმდა მათი კონტროლი ამ 125 დასახლებას. აი ეს არის კაპიტულაციის არსი. თქვენი თავდაპირველი განმარტებით, აი როგორც უპასუხეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას. მაქვს ასეთი კითხვა და წეღანას გითხეთ. ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება იქნებოდა 12 აგვისტოს კაპიტულაციის აქტად ჩათვლით ნებისმიერ შეთანხმებას თუ კონკრეტულად ეს შეთანხმება, ეს სამშვიდობო შეთანხმება შინაარსის გამო თქვენთვის აღქმული როგორც კაპიტულანტური. ნახე, თეორიულად ამ შეთანხმების არსი რო ყოფილიყო თეორიულად ვამბობ. ის რომ რუსეთს უნდა გაეყვანა თავის ძალები, ქართულ მხარეს არ ექნებოდა არავითარი ვალდებულებები, რუსეთი გადიოდა, საკუპაციო ძალებიც გადიოდა საქართველოსდან, თეორიულად ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, არა კაპიტულაციური შეთანხმება, იმიტომ რომ გამარჯვებული გამოვიდოდა აქ საქართველო, მაგრამ რეალობა რა იყო? რეალობა იყო ის, რომ შეტევაზე იყო გადმოსული 12 აგვისტოს რუსეთი, ქართული მხარე იცავდა თავს, ასე დროს მოუწია თანხმობის გაცხადება ქართულ მხარეს ისეთ შეთანხმებაზე, სადაც პირობები 80%-ით იყო რუსეთის სასარგებლოდ. და 20% იყო აქეთ მხარეს სასარგებლოდ, მაგრამ ისიც კი არ შეასრულა რუსეთმა, მათ შორის იმ 4 წლის განმავლობაში, როცა თქვენი პარტია იყო ხელისუფლებაში. კარგი, ასე გითხავთ. როგორი ამძროებას ხოიმ. წერს, რომ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ამ დოკუმენტში არის ბუნდოვანი, ეთანხმებით? ბუნდოვანი, ნახეთ, აღმოჩნდა, რომ ეფექტური ვერ იყო. მათ შორის შეიძლება ჩანაწერებიც იყოს ამის მიზეზი, იმიტომ რომ რეალურად თავის ვალდებულებებს არ ასრულებს რუსეთის ფედერაცია. და რუსეთი რომ არ ასრულებს ვალდებულებებს, ბატონო ირაკლი, ეგ არის სწორედ პრობლემა. ნახეთ, შეიძლება ამბობთ, რომ ვალდებულებები არ ასრულებს. მაგალითად შეიძლება ახსრულების მექანიზმები. არა, შეიძლება, აი მაგალითს გეტყვით. რუსეთი რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, ეს ვიცით, მაგალითს გეტყვით. 13 წელია და ამას აპროტესტებს 13 წელია, მაგრამ ახლა თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ რუსეთი რომ არ ასრულებს ვალდებულებებს, ეს ერთი ამბავია, მაგრამ თურმე ვალდებულებები არის თავის. არასწორად განსაზღვრა. მაგალითს გეტყვით. და თუ ეს სიტუაციაში როგორ უნდა მოვითხოვოთ რუსეთისგან ამ დოკუმენტის შესრულება, თუ ჩვენ თვითონ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ არ ბუნდოვანება ხო არ არის, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები. აქ არ არის ბუნდოვანება რა შეიძლება იყოს, ნახეთ, თუ ახსულების მექანიზმები არ არის კარგად გაწერილი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მაშინდელ რეჟიმს, ხო? სააკაშვილის რეჟიმს. თუ ახსულების მექანიზმები არ არის სწორად გაწერილი, შეიძლება შენ მისცე საშუალება მეორე მხარეს რომ გაწელოს ამ ვალდებულების შეთანხმება. ამიტომ მან ეფექტურობაზე შეიძლება დაისვას კითხვები, მაგალითად ახსულების მექანიზმები იყო თუ არა სათანადოდ ნაფიქრი და გაწერილი ამ შეთანხმებაში, ხო? რა რისკის წინაშე გვაყენებთ, როცა აკრიტიკებთ იმ დოკუმენტს, რომლის შესრულებასაც ვითხოვთ უკვე 18 წელია რუსეთს. როგორც ვითხოვდით, ასევე ვითხოვთ დღესაც. თქვენ თავად აკრიტიკებთ ამ დოკუმენტს. არა, დოკუმენტი შეიძლება აკრიტიკებდეს. ეს განხორციელება რუსეთს, რომ შეასრულოს ამ დოკუმენტით გასაზრდელი ვალდებულება. დოკუმენტი შეიძლება გავაკრიტიკოთ მხოლოდ ერთადერთი კუთხით, როდესაც საქმე ეხება რუსეთის მხრიდან ვალდებულების არ შესრულებას. ხო, ეს არის რა კუთხე? მაგრამ თქვენ გამოხედით, აი შალვა პაპუაშვილი გამოვიდა მე თქვენს დაეთანხმეთ, რომ თავად დოკუმენტშია პრობლემა, ამას ამბობთ დღეს. ხო, ნახეთ, შეიძლება ახსულების მექანიზმები არ იყოს კარგად გაწერილი. როდის აღმოაჩინეთ ეს ბატონო ირაკლი? მე 14 წელია ხელისუფლებაში ხართ. როდის მიხვდით, რომ ეს დოკუმენტი არ ვარგოდა? მთელი ამ დროის განმავლობაში ეს აღმოჩენილი გვაქვს არ და მარტო ჩვენ, არამედ ყველას, იმიტომ რომ როდესაც ერთი მხარე, ნახეთ, ორი მხარე რაღაცაზე შეთანხმდა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ამის გარანტი, ხო? ევროკავშირი იყო ამის გარანტი. და საბოლოო ჯამში რაღაცაზე რომ შეთანხმდები და არ სრულდება, იქ უკვე აშკარაა, რომ პრობლემაა გარანტშიც, შეთანხმებაშიც, ყველაფერშიც, ხო? რატო არ შესრულდება? რუსეთთან გვაქვს საქმე, რომელიც მიჩვეულია იმას არ შეასრულოს აღებული ვალდებულებები. მაშინ რა აზრი ქონდა საერთოდ? მაშინ რა აზრი ქონდა შეთანხმების ხელმოწერას, ხო? შეთანხმებას იმისთვის ეწერება ხელი, რომ შემდეგ მხარეებმა და გარანტორებმა მიიღონ ზომები მის შესრულებად. რატომ ასკვნით რომ დოკუმენტში არის პრობლემა და რატომ ვერ იჯერებთ რომ რუსეთი არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რასაც დოკუმენტი დაეთანხმება? თქვენი პარტიული აქტივის ერთ-ერთი მესიჯია რა, რომ რუსეთს ომის დასაწყებად მიზეზი არ ჭირდება. ეს არის თქვენი პარტიული აქტივის ერთ-ერთი მიზეზი. ეს რომ მართალი იყოს, ყოველ წელს იქნებოდა ომი ყველა ქვეყანაში რუსეთის გარშემო. ასე ჭირდება თურმე მიზეზი რაღაცეებს, საბაბი მაინც ჭირდება რაღაცეებს, ხო? ასეთ აბსურდამდე მივდივართ და ნახეთ, არის რაღაც შეთანხმება, იყო ორი მხარე, იყო გარანტორი, ეს შეთანხმება არ შესრულდა, პრობლემა სადღაც არის. რუსეთშია პრობლემა ბატონო ირაკლი. გარანტორში რატომ გიჭირთ ამის დაჯერება? შუაშია, კაცო. ნახე, მე ვყიდულობ ვიღაცისგან ბინას და ის არ მიხდის მე ფულს. ის შეიძლება ძალიან ცუდი კაცია, მაგრამ უნდა არსებობდეს სამართლებრივი სისტემა და მეც თავი უნდა მქონდეს რომ გადავახტევინო. და თუ ამის საშუალება მივეცი მეორე მხარეს, გამოდის რომ ან სამართლებრივი სისტემა არ ვარ, ან მე არ ვარგი ვარ.
ხვდებით? თავისთავად იმ დოკუმენტში, რომელიც გააფორმეთ ის შეიძლება ძალიან ცუდი კაცი იყოს. ის ყიდველი შეიძლება ძალიან ცუდი კაცი იყოს. ყიდველი შეიძლება ძალიან ცუდი და რო ვაწერდით ხელს იქ ხო ვიცოდით რომ კაი კაცთან არ ვაწერდით ხელს, ანუ როცა საუბარია ხელისუფლებაზე, რომელმაც განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ხო ვიცოდით რომ მეორე მხარე იყო პრობლემური, ხო ვიცოდით. ხო მოვაწერეთ ხელი. რატო არ იფიქრეს მაშინ ამ ყველაფერზე? რატო არ იფიქრეს იმაზე, რომ შეიძლება ეს შეთანხმება არ შესრულებულიყო? თუ მაინც უღირდათ ამ შეთანხმების ხელმოწერას, ეს კითხვები ბუნებაში იმის შესაძლებლობა დაიწეროს ისეთი შეთანხმება, რომლის შესრულებაზე რუსეთიც კი უარს ვერ იტყვის, თუ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება? შესაძლებელია თეორიულად ასეთი შეთანხმება. ვიღაცა გარანტიას რო იღებს რაღაცაზე, ვიღაცა ხელს რო აწერს, უნდა პასუხისმგებლობაც აიღოს რაღაცეებზე და გამოსცა რომ არავის არ აუღია არაფერზე პასუხისმგებლობა. თეორიულად მაინც თქვენ აღვთ რომ შესაძლებელია შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთიც კი გვერდს ვერ აუღის. და უბრალოდ ჩვენ ვერ მივაგებთ ამ გენიალურ გადაწყვეტებს 2008 წელს. მაგალითად, რაზეც ასევე ბატონი შალვა ბაბუაშვილი საუბრობს ძალიან აქტიურად, ხო? უკრაინაში რომ ომი დაიწყო და ეს თუ გახდა მაგალითად სანქციების საფუძველი მაგალითად, ხო? საქართველოს დაბალიღობია იმის გამო რომ 4 მილიონი ვარ და არა 40 მილიონი და რაღაცა საქართველოსთან ომის დასრულების შემდეგ და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შემდეგ სანქციები რო არ დააწესეს და პირიქით ჩვენ რო დაგვიწესეს ემბარგო შეარაღების შემოტანაზე ამას რით იხსნით არაეფექტურობით თქვენი პარტიის თუ გარანტორის არაეფექტურობით ან ერთი ან მეორე ბატონო ირაკლი ხომ არ ფიქრობთ ახლა თქვენი ამჟელობიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებაც იმის შესახებ რომ არ ვიცი ამ შეთანხმების პირობების შეცვლა განიხილოთ თქვენ ამბობთ რომ ეს პირობები არ არის თქვენთვის ბოლომდე მისაღები ფიქრობთ რომ უფრო ეფექტურად შეიძლება დაწერილიყო იმდენად რომ რუსეთიც კი გვერდს ვერ აუვლიდა მის შესრულებას ხომ არ აპირებთ რომ ამ შეთანხმების პირობების შეცვლაზე იფიქროთ პირველ რიგში დავიწყოთ კიდევ ერთხელ ფაქტებით. ფაქტი არის რა, რომ იყო პირობები ჩამოწერილი ამ შეთანხმებაში, იყო ვალდებულებები ქართულ ხარეს, ვალდებულებები რუსულ ხარეს. ქართულ ხარეს ვალდებულებები მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2009 წლებში ბოლომდე შეასრულა, რუსულმა მხარემ არ შეასრულა, აღმოჩნდა რომ წინასწარ არავის არ უფიქრია რისკებთან დაკავშირებით. ან შეიძლება იფიქრეს, მაგრამ თავიდანვე იცოდნენ რომ არარეალურ შეთანხმებას აწერდნენ ხელს და ამას მოაწერეს ხელი. სხვა ლოგიკა არ არსებობს. ანუ ლოგიკით თუ ხელმძღვანელობთ, თქვენი პარტია გამოდის ისევ და ისევ დამნაშავე იმაში, რომ ვერ იმოქმედა ეფექტურად, ან ისევ და ისევ უღალატა საკუთარ ქვეყანას, რაც არაერთხელ გაუკეთებია. ხომ, ნახეთ, რაც შეეხება გადახედვას. ერთი რომ დღეს 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გადახედვა, როცა ერთხარეს პირობები უკვე შესრულებულია, ამაზე საუბარი აბსურდულია, ხო ხდებით? ნახეთ 2008 წელს რაღაც გაფორმდა, ერთხარეს უკვე შესრულდა პირობები და ცალმხრივად მოახერხო შენ ამის გადახედვა, ეს არის აბსოლუტურად არარეალური. თქვენ პარტიას უნდა ეზრუნვა თავის დროზე სხვანაირი პირობების ჩამოყალიბებაზე, ეს თუ მაშინ იყო შეასრულებელი, ხო? მაგრამ ან არ იფიქრეს ამაზე, ან ვერ იფიქრეს, ან სათანადოდ ვერ გაწერეს. ეს არის სხვადასხვა ვერსია, ხო, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ. დღეს თუ არა ამ შემთხვევაში არც პირიქით ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, რაც არის გაწერილი ამ შეთანხმებაში. რომლითაც არის გათვალისწინებული მე ვაკრიტიკებ იმას, რომ აღსრულების მექანიზმები სათანადოდ ვერ ჩაიფიქრეს და ვერ გაწერეს. მაგას ვაკრიტიკებ ხოლმე. აქეთ გითხავთ. არა, სხვა კითხვებიც გვაქვს მშავკაცრავად. გვაქვს კითხვები კი. გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც ერეკლე მეორემ გააფორმა რუსეთთან. ასევე კაპიტულანტური შეთანხმება იყო. გეორგიევსკის ტრაქტატის სხვა მოცემულობა იყო. თქვენ რო იცოდეთ, ნახეთ, აი სახელმწიფოებში წერია, რომ კაპიტულაციის შეთანხმება იდება ორ მხარეს შორის ომის შემდეგ და ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ქონია. ამიტომ რაღაც ადეკვატური კითხვები დასვით. შეთანხმება შეასრულა რუსეთმა. ამას როგორ ახსნით? ვერ შეადგინა სათანადო დოკუმენტი. ადეკვატური კითხვები დასვით. სურათიც ჩამოიკიდეთ. ერთი რომ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო თქვენი ლიდერისგან განსხვავებით, ეს შეთანხმება სრულდებოდა. სანამ ცოცხალი იყო ერეკლე მეორე, ხვდებით? და თქვენი ლიდერის პირობებში ხელმოწერილი თუ ხელმოწერილი შეთანხმება ყველაფერი თავზე დაგვახიეს, იმიტომ რომ თქვენი პარტია, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი აცოცხლებს ბატონო ირაკლი. კარგა დოკუმენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი აცოცხლებს. რუსეთი იყო უზარმაზარი სახელმწიფო, მაშინაც ჰქონდა საკუთარი ძალისმიერი ასე თქვათ პოლიტიკა და თავისი ინტერესები და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. ერეკლე მეორემ, როდესაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში და ქვეყნის გადარჩენაში.
ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი. და ერეკლე მეორე ძალიან კარგად ჰქონდა დანახული მაშინ ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რასთავარია მას ჰქონდა დანახული ის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი იმ მომენტში ქვეყნის გადარჩენისთვის. ამ შეთანხმების პირობები. რა თქმა უნდა, გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები. შეთანხმება თქვენი ლოგიკით. ბატონო? ანუ ეს შეთანხმება თქვენი ლოგიკით არ ვარდება. ერთმანეთს როგორ ადარებთ? ჯერ ერთი კიდევ ერთხელ გაეუბნებით. ერეკლე მეორე სანამ ცოცხალი იყო, ბოლომდე უზრუნველყო ამ შეთანხმების დაცვა. ბოლომდე უზრუნველყო ამ შეთანხმების დაცვა და გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელიწადი, ხო? შესაბამისად, ნახეთ, უმუშავია იმ წლების განმავლობაში, 2 ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ეგზისტენციური საფრთხე ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, გადარჩა და როდესაც გარდაიცვალა ერაკლე მეორე, მერე შემდეგ სამწუხაროდ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი უკვე იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და იყო ალტერნატივა. რუსოფობიაზე რაც იყო თქვენი გამოსვლის ძირითადი კითხვა და ამის გარდა კიდევ მაქვს კითხვა, უნდა დავისვათ რამდენიმე შეკითხვა. თქვენგან მაინტერესებს ასეთი რამ, ბატონო ირაკლი. თქვენ შეგახსენეთ, რომ რუსოფობია არის ის ტერმინი, რომელსაც იყენებს რუსეთი საკუთარი აგრესიის გამართლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. რა გვაზღვევს იმისგან, რომ მას შემდეგ რაც თქვენ დაუკავშირეთ ეს ტერმინი საქართველოს, არ დამიკავშირებია, თქვენ აღვევებთ ამას, მე არ დამიკავშირებია. ქართული საზოგადოებისთვის არის უცხო რუსოფობია და მაგას ვამბობთ ზუსტად. ქართული საზოგადოებისთვის, ქართული საზოგადოებაში ავრცელებენ რუსოფობიას და თურმე ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია. 2022 წელს 3 კამპანია ჰქონდათ თქვენი ეს რა გზავნილია პარტიული მედიაციის ამის გამო ერჩის ხოლმე ქვეყნებს ბატონო. ჩვენი გზავნილი არის რა, რომ უცხოური აგენტურა საქართველოში უცხოური აგენტურა ცდილობს რუსოფობიის გაღვივებას და ჩვენ არ ვაძლევთ ამის საშუალებას. ეს არის ჩვენი გზავნილი. წარუმატებელია თქვენი რუსოფობიური კამპანიები, რასაც აწარმოებთ უწყვეტად 4 წელია. უწყვეტად აწარმოებთ რუსოფობიურ კამპანიას ამ ქვეყანაში. 4 წელია უწყვეტად აკეთებთ ამას. და არც ერთხელ არ მოგეცით ამის საშუალება და ეს არის ჩვენი გზავნილი. რომ საქართველოში რუსოფობია ვერ გაიდგავს ფესვებს. ეს არის ჩვენი გზავნილი. ახსენეთ ბათუმის პლაჟზე გადაღებული მასალა. თქვენ ცნობილია თუ არა რა იყო დატანილი ბანერებზე? დაახლოებით, რუსების დაახლოებით არა ზუსტად, რამდენიმე სიტყვა იყო სულ დატანილი. და რა იყო მითხარით? და შეგეფასე. სიტყვები არ მახსოვს, ნახე ამ ბანერებზე დატანილი იყო, რომ რუსეთი არის ოკუპანტის სახელმწიფო. მერე? რუს ტურისტთან ამით მოცა. ოკუპაციის პროტესტი. ბანერით ხელში გადაადგილება არის თუ არა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა. მშვიდობიანი რა შუაშია? რუს ტურისტს რო თავზე ადგენენ. როცა ბანერზე წერია რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს როგორ არის რუსი ტურისტის წინააღმდეგ მიმართული? რა თქმა უნდა. პლიაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან ამ ბანერით. პლიაჟზე რა გინდა? რა შუაშია პლიაჟი? ხო რუს ტურისტი არის მიმართული ეს ბანერი. და მაგიტო რუს ტურისტს ეკუთვნის პლაჟი? არ აქვს რაინაზე, ჯერტი რაინაზე იყო. რუსულად და ინგლისურად ხო იყო? ხო იყო წარწერები. მერე? ქართულ ტურისტს ეძღვნებოდა თუ ის ეძღვნებოდა? და რუსი ტურისტის დასანახად იყო კი ბატონო გაკეთებული. რაც ნიშნავს რომ ის წინააღმდეგ იყო მიმართული? რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს რომ რუს ტურისტს ეზღვის რომ ქვეყანაში შემოვიდეს და ნიშნავს იმას რომ ახსენებს მას ოკუპაცია. მიზანი იყო რომ რუს ტურისტს შექმნოდა დისკომფორტი და მაგიტო აყევით თქვენ აჟიტირებით. ამ ყველაფერს ეს არის რუსოფობიური ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეს არ შევახსენოთ ოკუპაციაც კი ამას გვეუბნებით ესეც რუსოფობია თქვენი გაგებით ამის კითხვა მინდა ტურისტთან როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით აი ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივა სამარცხვინოა კრუიზს რო დახვდით საკრუიზო გემს ესეც სამარცხვინოა 2022 წელს სამი რუსოფობიური კამპანია რო გააჩაღეთ რომელზეც დატანილი იქნება წარწერა რომ რუსეთი ოკუპანტია და ამ ბანერით გავივლი რუსი ტურისტის წინ ეს ჩამეთვლება რუსოფობიად ამას მეუბნები ეს არის რუსოფობიური კამპანიის მკვეთრი გამოხატულება რომელსაც აკეთებენ უცხოელი ახლა როგორ გავიგო მე თქვენ რას დაარქმევთ რუსოფობიას და რას არ დაარქმევთ რუსოფობიას რუსოფობია არ არის ქართული სამართლებრივი ლექსიკის ნაწილი ხო არის ცნობს სამართლებრივი ტერმინი ხო არ არის საქართველოში არ ვიყენებთ სამართლებრივი რაშუაში ხო არ ვიცით როგორ განისაზღვრება სამართლებრივი რაშუაში ხო და აი მაგას გეკითხეთ რუსოფობიის განმარტება სად წავიკითხოთ მილიონი კამპანია ხო გაგახსენეთ ქორწილს რომ მიუვარდით საკრუიზო გემს რომ მიუვარდით რამდენი კამპანია გაგახსენოთ ამ წლების განმავლობაში როცა მთელი სიუჟეტები ქონდათ იმასთან დაკავშირებით რომ რუსი ტურისტების საქართველოს შემოსვლა ქმნიდა საფრთხეს ეროვნული
ინტერესებისათვის. რამდენი კამპანია მე გაგახსენეთ? როგორ გავიგოთ თქვენ რას დაარქმევთ რუსოფობიას? მაგას მე გავიგებ და საზოგადოების ინფორმირებას თქვენი ნახეთ ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც მკაფიო განმარტების შემოტანას მაგალითად საჭიროა იქნებ განიხილოთ ერთი წამი მეც ვესაუბრები საზოგადოებას მეც ვესაუბრები საზოგადოებას და თქვენც ესაუბრებით საზოგადოებას და მე 54% ავიღე ჩემმა პარტიამ წინა არჩევნებში და თქვენ 2% გაქვთ რეიტინგი ამიტომ მეც ვესაუბრები ხალხს და თქვენც ესაუბრეთ მაგრამ ვისი დაიჯერება ამას საზოგადოება გადაწყვეტს 2%-იანი რეიტინგი დარჩით და ქორწილები აპროტესტეთ ქორწილების პროტესტი დარჩით თქვენ 2%-ში გავრილოვის ჩამოსვლის პროტესტი ბატონო ირაკლი ესეც რუსოფობიური იყო არა ნახეთ ანუ ამას გეკითხებით დიფსე მე გეტყვით ერთი წამი მე არ მაინტერესებს თქვენ რას გაიგებს მე მაინტერესებს საზოგადოებამ გამიჯნოს ერთმანეთისგან რუსოფობია და არარუსოფობია და ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას გაუზიარო ინფორმაცია როცა 2%-იანი ტელევიზია აწარმოებს კამპანიას რუსოფობიურ კამპანიას ჩემი ვალდებულება იმიტომ რომ 59%-მა დამიჯერა მხარი ბოლო არჩევნებში ჩემი ვალდებულება ქართულ საზოგადოებას უთხრა სიმართლე იმასთან დაკავშირებით თუ რა სამარცხვინო კამპანიას აწარმოებს უცხოური აგენტურა ფორმულა შატლი როგორ გაიგო საზოგადოებამ აუხსენით დღეს თქვენი განმარტება მე დღეს აუხსენი და მე მჯერა რომ თქვენ როგორ განმარტავთ ეს არის არა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არის ქართული ხალხი და ამიტომ მე ქართულ ხალხს განვმარტე დღეს ერთი წამი უმაღლესი ჭეშმარიტება არის ქართული ხალხის გადაწყვეტილება აღქმა მე დღეს საზოგადოებას არ უდგენე ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით და უმაღლეს ჭეშმარიტებას დაადგენს ქართული ხალხი. თქვენ აწვდით ინფორმაციას ქართულ ხალხს, გაქვთ 2% რეიტინგი, მე ვესაუბრები ქართულ ხალხს და აბსოლუტური უმრავლესობის ხარდაჭერა მოვიპოვე. გაქვთ იმის გეგმაც, რომ მაგათად ეს ტერმინი სადმე განმარტოთ. რაღაცა შესთავაზოთ ადამიანებს იმის განმარტება, რას გულისხმობთ ამ სიტყვაში. ხომ არ გაქვთ ეს გეგმა? როდესაც ჩამოდიან რუსეთის მოქალაქეები ქორწილს იხდიან და მიუვარდები, ეს არის რუსოფობია. როდესაც პლაჟზე გადიხარ, როდესაც პლაჟზე, ანუ რაც შეეხება მაგ პროტესტს, რაც მოყვა გაგრძელება ემოციონისაც, ესეც რუსოფობია იყო. რაც მოყვა გაგრძელება შემდეგ. ესეც რუსოფობიური კამპანია იყო. და მე შეგახსენებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებ 2020 წლის თქვენ პარტიულ ღონისძიებაზე როცა ნახევრად რუსულად შესულდა თბილისო, თქვენი აღშფოთება არ ყოფილა მაშინ. საერთოდ არ აღშფოთებულ ხართ ამით. რატო იცი რომ ყალბი იყო ყველანაირი რუსოფობიური კამპანია, რომელიც წარმოებდა საქართველოს რუსოფობია ყალბია, თქვენშიც კი ყალბია. უცხოელ აგენტებშიც კი პირადად არ ვამბობ, ახლა მე არ ვამბობ, რომ თქვენ ხელი გაქვთ სადმე მოწერილი, მაგრამ თქვენ ემსახურებით მედიას, რომელიც არის უცხოური აგენტურა. და თქვენშიც კი ყალბია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თბილისო შესულდა ქართული სიმღერა ნახევრად რუსულად. 2020 წლის თქვენს პარტიულ ღონისძიებაზე და ერთ კაც არ გაგჩენიათ ამასთან დაკავშირებით პროტესტი. რატო? იმიტომ რომ ყალბები ხართ. თავიდან ბოლომდე ყალბები და 2% რეიტინგიც მაგით აქვს ტელეკომპანია ფორმულას. ბატონო, ორ კითხვას დაგისვამ სხვა თემებთან დაკავშირებით. პირველი უკავშირდება ღაზიანის აეროპორტს, ვიცი რომ ახალ ეტაპზე გადავიდა იქ სამუშაოების დაგეგმვის ეტაპი, თუ არ ვცდები. მოკლედ, წინ სვლა ამ მიმართულებით და ამ დროს რა ელის სამხედრო ბაზას, რომელიც ვაზიანშია განთავსებული და რატომ მაინც და მაინც იქ გადაწყვეტეთ აეროპორტის განთავსება? თვითონ ეს პროექტი ხორციელდება, რა თქმა უნდა, მჭიდრო კოორდინაციით ყველა სამინისტროსთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერი გაკეთება ისე, როგორც შეესაბამება ყველა მიმართულებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მათ შორის ბაზების კუთხით ჩვენ პრობლემები არ შეგვექნება. კოორდინაცია გვაქვს მჭიდრო თავდაცვის სამინისტროსთან. თან არსებობას შეძლებს ბაზა და კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ პრობლემები არ იქნება. არც მაგალითად ტერიტორიის შეზღუდვა გახდება საჭირო ბაზისთვის. საბოლოო ჯამში ბაზა იფუნქციონირებს სრულფასოვნად, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. კონკრეტულ დროს მაინც შეეზღუდება თუ არა იქ ბაზას მუშაობა. კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ბაზა იფუნქციონირებს სრულფასოვნად. ბაზა იფუნქციონირებს სრულფასოვნად, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზა იფუნქციონირებს სრულფასოვნად. ერთსაც გითხავ, თქვენი ყურადღება მიიქცია თუ რატომ არ მიიქცია უბრალოდ თქვენი ყურადღება ყობა ლიკლიკაძის განცხადებამ, რომელიც არის საჯარო მოხელე, ის წარმოადგენს ვეტერანების საქმეთა. აქვე გეტყვით, რომ არ მომისმენია, გააგრძელეთ. არიცით მისი განცხადების შესახებ. აქტიურად უყურებს კრიტიკულ მედიას და სხვათა შორის სწორედ ერთ-ერთი კრიტიკული მედიის ეთერით მან საერთოდ არ უყურებ პროფესიונალურად. საერთოდ არ უყურებ. მარტო სოციმედიაში რაც მივარდება მაგას უყურებ. 2020 აგვისტოს ომის დროს გორში ეს მართლა შეუძლებელია თქვენი ყურება. იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ ტრაგიკულ მდგომარეობას ვერ ვიტან რაღაცნაირად. გორში სამხედრო ჰოსპიტალში ექიმებმა თითქოს მიატოვეს
დაჭრილები პაციენტები გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ ვიცი, არ ვიცი, კობა ლიგლიგაძე შეგიძლიათ დავუსვათ. ამ განცხადების შესახებ. კობა ლიგლიგაძე შეიძლება დავუსვათ შეკითხვები, არ მაქვს წარმოდგენა, მე ვიცი, რას თქვა ბარამიძე, იმიტომ რომ იქ აი ითქვა. ბარამიძის განცხადება იცით და როგორ არ იცით მაგალითად კობა ნახეთ, ლიგლიგაძის ჯერთი ნუადარებთ ამ ორ რამის ერთმანეთს. ლიგლიგაძის განცხადებში ნარცი ნუადარებთ ამ ორ. ეხლა მითხარით რაც არის ორ განცხადებას ნუადარებთ ერთმანეთს. მიუძღვენით სიუჟეტები ბარამიძის განცხადებას და მე დაელოდეთ სიუჟეტები მიუძღვენით კომპანია ფორმულას სახელი სიუჟეტები არ მიდაები კომპანიის სახელით კაც სიუჟეტები პირადად მე ვიყავი ის ვინც ამ სიუჟეტები გავუშვით სიუჟეტი და რა დაადგინეთ მართალია ბარამიძე ხო ჩვენი ფუნქცია არ არის დავადგინოთ ვინ არის მართალი და ვინ არის მწვავე ჩვენი ფუნქცია არის ეხლა გახდით მიუგერძობელი ისევე როგორც გავაკეთეთ ლიგლიგაძის ნაწილში და თქვენ რატომ ბარამიძის განცხადებაზე ამახვილებთ ყოველდღიურობას და არ იმჩნევთ ლიგლიგაძის განცხადებას როდესაც ეს რო იყოს პოლიტიკური ბიუჯეტიდან იღებს ის დაფინანსებას ეს რო იყოს პოლიტიკური გუნდის განცხადება აქამდეც მეცოდინებოდა და რეაქციაც მექნებოდა პოლიტიკური გუნდის განცხადება რო იყოს დავინტერესდები ამ განცხადებით და ვნახავ რა შეასაქმე თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამას რზე განცხადებას რო აკეთებს და ამაზე რეაქცია რო არ გაქვთ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა დიდი მადლობა ყურადღებისთვის